რომელიც თემამჭედლიძემ დაგვიანოსა უკვე გადაცემის დასაწყისში. ხედავს მაყურებელი, რომ შემოგვიერთდა ისიც სტუმართან ერთად. თემა არის მეტად საჭირო და საინტერესო. მთელი დღის აქტივობის და უამრავი ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ ბავშვებს ხშირად უჭირთ დაძინება. თუმცა მშვიდი და მოწესრიგებული ძილის რუტინა მისი განვითარებისთვის აუცილებელია. ჩვენ გეტყვით, როგორ გახადოთ თქვენი საღამო რიტუალური, უფრო სასიამოვნო და დავეხმაროთ ჩვენს შვილებს სწრაფად ჩაძინებაში. სწორედ ამიტომ შემოგვიერთდა ფსიქოთერაპევტი თიკა ქართველიშვილი, ჩვენი თანაწამყვანი თემამჭედლიძე და ახლა ვისაუბრებთ ყველა მშობლისთვის ძალიან საჭირო და ძალიან საინტერესო თემაზე. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა. დადგა გაზაფხული, ხო? ისეთი ამინდის პროგნოზი და პირველი მარტის შემდეგ ისეთი თოვლი იყო, ძალიან გვიხარია, რომ 7 მარტს უკვე ასეთი კარგი ამინდია. ძალიან კარგი არის ბავშვებისთვისაც, იმიტომ რომ ისინი დიდ დროს გაატარებენ უფრო სუფთა ჰაერზე, რაც ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის ჩაძინების პროცესზე. რომ შევაჯამოთ რაღაცნაირად ჩვილობის ასაკიდან დავიწყოთ ბავშვის ძილზე საუბარი და ვახსენოთ ის, რომ ჩვილობის ასაკიდან ბავშვებს აქვთ განვითარების სხვადასხვა ეტაპი. მაგალითად არის პერიოდები, როდესაც მათ აქვთ ზრდის დღეები და ამ დღეებში ბავშვები განსაკუთრებით უფრო სხვანაირები არიან, მეტს წუწუნებენ, ხასიათი ეცვლებათ, მაგრამ სამაგიეროდ აი ამ 3-4 დღის გადაგორების შემდეგ შევატყობთ ხოლმე, რომ მან რაღაც ახალი ისწავლა. ანუ ეს არის განვითარების ეტაპი, რომელიც უნდა გაიაროს. ისევე როგორც აქვთ მაგალითად კვების რეგრესი დაახლოებით 4 თვეზე და ჩვენ გვიწევს, რომ მოვიფიქროთ გარკვეული რაღაც აქტივობები იმისთვის, რომ მან მისი ულუფა სრულად მიიღოს და არ დააკლდეს საკვები. ასევე არის ძილთან მიმართებითაც. ანუ ბავშვებს ერთ წლამდე გარკვეულ თვეებში აქვთ ძილის რეგრესი და ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს ყველაფერი არის მისი ჭირვეული ხასიათის, მაგალითად ბრალი. ეს არის განვითარების ეტაპი, რომელსაც თავისი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარების პროცესში და ჩამოყალიბებაში. თიკა უკვე წარუდგინეთ ჩვენს მაყურებელს, კიდევ ერთხელ მოგესალმებით თიკა და ჩემი პირველი კითხვაც იქნება ასეთი, რა მნიშვნელობა აქვს ძილს ბავშვისთვის? ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, როგორც ჩვილობის ასაკში, ისე ბავშვობის, მოზარდობის და დასრულობის. ამ პერიოდში ხდება ყველა იმ ენერგიის აღდგენა, რაც იხარჯება დღის განმავლობაში. აი, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ ჩვილობის პერიოდზე, ან წლამდე პერიოდში, ბავშვს უნდა იძინოს დაახლოებით 14-დან 16 საათამდე. იმის მიუხედავად არის თუ არა ეს ზრდის დღეები, უნდა ვეცადოთ როგორც კვების კუთხით, რამენაირად მივაწოდოთ პროდუქტი, ასე მან შეძლოს რომ დაიძინოს. იმიტომ რომ განსაკუთრებით ამ პერიოდში, წლამდე და ურწლამდე ასაკშიც, აი სხვაობა არის საათებში, 2 წლამდე ასაკის ბავშვები დაახლოებით 12-დან 14 საათამდე უნდა იყვნენ ძილის ფაზაში, რადგან ამ დროს იზრდება თავის ტვინი და ვითარდება როგორც ტვინი, ისე ფიზიკურად იზრდებიან და ვითარდებიან. და სწორედ ამ განვითარების ხარჯზე ხდება გარკვეული უნარების წამოსვლა. და ასევე ემოციური რეგულაციის ჩანასახიც, ხო? იმიტომ რომ უფრო მეტი მზაობა აქვთ რაღაცა სიახლეების მიღების, სწავლის და ბევრად უფრო მშვიდად ხვდებიან გარკვეულ მოწვევებს, რომელიც შეიძლება რომ გქონდეთ გარემოში. ძილთან დაკავშირებით ძინავს, ხო ესეა? ბავშვს, რომელსაც კარგად ძინავს, აქვს კარგად ძინავს და ძილთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი რამდენ ხანს ძინავს და მეორე ხო არ არის ჩაძინების სირთულე და ძილი ხო არ არის მშფოთვარე. რამდენად გადადის ბავშვი ღრმა ძილის ფაზაში. იმიტომ რომ ძილსაც აქვს თავისი ფაზები და არის ზერელე ძილი, როდესაც სწრაფად მოძრაობს აი თვალები, აი დახუჭულზეც კი ეს არის სიზმრების პერიოდი და ღრმა ძილი, როდესაც აი მთლიანად ხდება გადარეფრეშება, ესე ბრწყალებში რა ვთქვათ და მთლიანად ხდება იმ ძალების აღდგენა. აი ზერელე ძილი თუ უფრო დიდხანს გრძელდება, ამ შემთხვევაში ტვინი ვერ ისვენებს და ზუსტად აი ენცეფალოგრამით როცა ამოწმებენ ხოლმე ბავშვებთან თუ გქონიათ შემთხვევა, ზოგჯერ მძინარე და მღვიძარე პერიოდში ხდება ენცეფალოგრამას გადაღება. როდესაც მღვიძარე მდგომარეობაში სხვა შედეგები დგება, მძინარეში სხვა და ზერელე ძილის დროს ზუსტად იგივე შედეგები, იგივე ფუნქციონირებაშია ტვინი, რა ფუნქციონირებაშიც იყო ღვიძილის პერიოდში. ანუ ამ შემთხვევაში ვერ ხდება ძალების აღდგენა. მნიშვნელოვანია ღრმა ძილში გადავიდეს.
დიახ. ამისთვის მნიშვნელოვანია სწორად იყოს დაგეგმილი ბავშვის დღის რუტინაც, რომ კარგად შეძლოს ენერგიის გახარჯვა, ახალი გამოცდილებების მიღება და შემდეგ უკვე გაუმარტივდება, რომ გადავიდეს ღრმაძილის ფაზაში. როდიდან უნდა დავიწყოთ უკვე რუტინის ჩართვა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ჩვენ ვახსენებთ სხვადასხვა ასაკის ბავშვს სხვადასხვანაირად უნდა მივხვდეთ, ხო ესეა. აი 3 თვის ბავშვს უკვე სჭირდება ძილის რუტინა. ყველა ასაკში შეიძლება რომ შევიმუშაოთ რუტინა, ოღონდ ეს რუტინა შეიძლება იყოს ცვალებადი. იმიტომ რომ თუ მაგალითად 2 წლამდე ბავშვი 14 საათამდე იძინებს, დაახლოებით პლუს მინუს 1-2 საათი, 3-დან 5 წლამდე ბავშვებში ძილი არის დაახლოებით 11-12 საათი. თუ ბავშვი დღის განმავლობაში იძინებს, სასურველია რომ ერთსა და იმავე დროს იძინებდეს დღე და ღამეც ანალოგიურად ერთსა და იმავე დროს. შემდეგ როცა ძილი ამოვარდება დღის მანძილზე, საღამოსაც ერთსა და იმავე დროს უნდა დავაძინოთ და რიტუალი რაც თქვენ ბრძანეთ, შეიძლება იყოს მრავალნაირი. ანუ შეიძლება ძილამდე მშობლებმა და ბავშვმა გააზიარონ დღის ამბები, რა ამბები მოხდა. შემდეგ უკვე სასურველია რომ მშობელმა კითხოს, რომ აი ეხლა რას გრძნობ, რომ მან თვითონ დააიდენტიფიციროს, რომ აი დაღლილია. განა ჩვენ ვუთხრათ, რომ შენ მთელი დღე ბევრს მუშაობდი, რაღაცა ბაღში იყავი, ბევრი ითამაშე, ხა უნდა დაიძინო. არამედ თვითონ რომ მიხვდეს, რომ ой, რაღაცა ცოტა ფეხების ტკივა, ცოტა დაიღალა, დაისვენებდა. შემდეგ სასურველია სააბაზანოში თუ თვითმოვლა არის უკვე წამოსული, თავად გაიხეხოს კბილები, მოწესრიგდეს, ან მშობელი დაეხმაროს. ასევე მნიშვნელოვანია გარემოც ოთახში. გავაგრძელოთ თუ გარემოც ძალიან მადლობა. გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ არის მოწყობილი ოთახი. აი ძალიან ჭახე ფერები ხო არ არის, იმიტომ რომ ამანაც შეიძლება რომ გააღიზიანოს. ძალიან ბევრი მაგალითად ტექნიკა ხო არ არის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ძილამდე არ მიიღონ ბავშვებმაც და ჩვილობის პერიოდშიც, ჩვილობაში, ну, აი 2 წლამდე პერიოდში, ძილამდე რამდენიმე საათით ადრე ძიმე საკვები, იმიტომ რომ მონელების პროცესი მიდის და ესეც ხელის შემშლელია ხოლმე ღრმაძილის ფაზამდე რომ მივიდეს. გაჯეტებთან ურთიერთობაც, იმიტომ რომ ნერვული სისტემა, ამ დროს იმდენად ბევრი ინფორმაცია შედის, რომ ამას ვერ გადაამუშავებს ტვინი და აგზნებულ მდგომარეობაშია, რაც ან ფიზიკურ აგიტაციას იწვევს ხოლმე. რით ჩავანაცვლოთ ეს ყველაფერი? საუბრით, რომ აი მაგალითად რა ხდებოდა დღის მანძილზე, ვინმე მხარ გაწყენინა, რა წარმატებებს მიაღწიე, რამეში ხარ გჭირდებოდი, როცა მე შენ გვერდით არ ვიყავი, სითბოს გაცვლით, სხეულ, ანუ თუ მაგალითად ბავშვს ჩახუტება უყვარს, ჩავეხუტოთ, იმიტომ რომ ამ დროსაც ნერვული სისტემა მშვიდდება, თუმცა თუ მაგალითად ვიღაცას არ უყვარს ჩახუტება, ანუ არ უნდა დავაძალოთ, რომ მისი საჭიროებებიდან უნდა ამოვიდეს მშობელი, ანუ მშობელი კარგად უნდა ხედავდეს ბავშვს ისეც როგორიც არის და ნუ არა ისეც როგორც შეიძლება უნდოდეს რომ იყოს, ესეც მნიშვნელოვანია. და შეიძლება იყოს რამე ზღაპრის წაკითხვა, ოღონდ არ უნდა იყოს ძალიან სათავგადასავლო, რომ შევიდეს რაღაც ეშხში და პირიქით დასრულება უნდოდეს, რომ რაღაც თვითონაც იმ რომელიმე თავგადასავლის გმირი გახდეს, ხომ? და აი რაღაცა მინორული ზღაპრები უნდა იყოს რა, რაღაცა ისეთი მშვიდი. კარგი დასასრულით, რომ ეს ყველაფერი არ გაყვას მერე ძილში და რა ასაკიდან არის, რა ასაკიდან გვისმენენ ის წინ? შეიძლება უბრალოდ მე მინახავს სოციალურ ქსელშიც დედა ბლოგერები, რომლებიც აი 1 წლამდე ბავშვთან თქვათ სხედან და ზღაპარს უკითხავენ. ამ ასაკში ის აღიქვამს იმ ყველაფერს თუნდაც შინაარს თუ მამაბეზრებელი შეიძლება იყოს ეს კომუნიკაციის ფორმა მისთვის? შინაარსი, რომელიც შეიძლება რთულად აღსაქმელი იყოს. შესაძლოა შინაარსი ვერ გაიგოს, ანუ სიტყვებით აი რაღაც სიუჟეტი ვერ შექმნათ, ემოციურად იგრძნობს, აი ზუსტად, ანუ ემოციურად გრძნობს და ეს დადებითად მოქმედებს. ამავდროულად აი ადრეული წიგნიერება ადრეული ასაკიდან იწყება. ანუ მე თავიდან ვუყურებ, რომ რაღაცა ოთხკუთხედი რაღაც ნივთია, მერე უი ვეხები როგორი ფურცელია, ნახატებია, შემდეგ უკვე ვარჩევ ნაწერი, რომ სხვა არის, რომ მერე ეს სიტყვა. აქედან გამომდინარე თავისთავად პირიქით, რაც უფრო ადრეული ასაკიდან. მას ყოველ შემთხვევაში, გაჩნია როგორ ვკითხულობთ, თუ სათავგადასავლო და ჩვენ გაფორმებით ხატრულად ვკითხულობთ, აი ხმას მაღლა ავუწევთ დაბლა ჩამოვა მერე კიდე, ამ შემთხვევაში კი, მაგრამ თუ მშვიდად ველაპარაკებით, ამ შემთხვევაში რაც თქვენ ბრძანეთ ემოციების გაცვლა ხდება, ხო? ამ შემთხვევაში ნეგატიურად ვერ იმოქმედებს. პირიქით, დადებითი გავლენა ექნება. თუმცა ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, ზღაპრით ბავშვის ჩაძინება, ხანდახან სამწუხაროდ მშობლისთვის საკმაოდ რთულია. 21 საუკუნეში გადატვირთული გრაფიკის
გამო ხშირად მშობლები ვერც ვახერხებთ, რომ ჩვენ თავად დავაძინოთ ჩვენი შვილები და ეს შეიძლება იყოს ბებო, ძიძა, ან ასე შემდეგ სხვა ადამიანი. რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ბავშვისთვის ჩაძინების სხვადასხვა ფორმა, რომელსაც ის სხვადასხვა ადამიანის თავაზობს. მაგალითად, დედა უყვება ზღაპარს, სხვა ადამიანი შეიძლება გაჯეტებთან ერთად ან ტელევიზორთან ერთად ცდილობდეს მის ჩაძინებას და ასე შემდეგ. აი, ამან რა ზიანი შეიძლება გამოიტანოს ბავშვისთვის? ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს სხვადასხვა ადამიანთან ერთად ჩაძინება, ან ჩაძინების სხვადასხვა ფორმის, ჩაძინებამდე პერიოდის სხვადასხვა ფორმით შეთავაზება, თუმცა რა თქმა უნდა სასურველია მშობელი იყოს ამ დროს მასთან, იმიტომ რომ ემოციური მიჯაჭვულობის ნაწილი მოდის აქ, ვისთან უყალიბდება ბავშვს ემოციური მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით პატარა ასაკში, როდესაც თვალის კონტაქტიდან გამომდინარე ყალიბდება სანდოობა იმ კონკრეტულ ადამიანთან. სასურველია, ანუ აუცილებელია რომ იყოს ერთსა და იმავე დროს ჩაძინება, ფორმა როგორი იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აი მაგალითად თუ ოჯახი არის რელიგიურად აი შეიძლება ერთსა და იმავე ლოცვას კითხულობდეს სანამ დაიძინებს. ან თუ აქვს რაღაც საყვარელი ზღაპარი, ერთსა და იმავე ზღაპარს უკითხავდნენ. მაგრამ ფორმა იქნება ზღაპარი, შეიძლება ვიღაც უმღეროდეს მაგალითად თავის შვილს, ხო? ვიღაც უკითხავდეს, ან მამა უმღეროდეს, დედა უმღეროდეს, ან პირიქით რა. ეს არ შეცვლის, ან ნეგატიური შედეგის მომტანი არ იქნება. თუმცა აი 21 საუკუნის მიუხედავად ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს ემოციები და როგორც დედისთვის და მამისთვის არის საჭირო ბავშვთან ურთიერთობა, რომ ბევრად უფრო კმაყოფილების განცდა შემოვიდეს, 10 ჯერ უფრო მეტად არის ბავშვისთვის. იმიტომ რომ განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკში მნიშვნელოვანია დედასთან ურთიერთობა, 3 წლიდან მერე განსაკუთრებით მნიშვნელობა იმ მამასთან ურთიერთობას შემოაქვს. დაცულობის ნაწილი, რომელიც შემილია ყველა წინააღმდეგობას თავი გავართვა, რაც ხშირად ეს არა მგონია სექსისტური იყოს, იმიტომ რომ მაინც ესე იყოფა ხოლმე, რომ აი ეს მამასთან ურთიერთობით მოდის, უსაფრთხოების განცდა, რაღაცა ემოციების გაზიარება, რაღაც უფრო დედასთან აქტიური, აი 3 წლამდე ურთიერთობაში არის ხოლმე წამოსული. იცით რა მაინტერესებს აი ბოლოსკენ რომ წავიდეთ უკვე, როგორ მივაწოდოთ სწორად ბავშვს რა არის ძილი, იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ იქამდეც რომ ვიღაცისთვის ზრდასრულებისთვის ეს შეიძლება იყოს დასვენების პროცესი, მაგრამ ბავშვმა შეიძლება აღიქვას რომ მისი მხიარულება სრულდება. სწორი დამოკიდებულება რომ გაუჩნდეს ძილის პროცესთან და იმასთან რომ ამით რამე კი არ სრულდება პირიქით, აი ვთქვათ მეორე დღისთვის აღიდგენს ძალებს. რა უნდა ვუთხრათ, როგორ უნდა ვესაუბროთ? ერთი მხრივ თუ თავდაპირველადაც, ანუ აი საწყის ეტაპზე, როცა ბავშვის მეხსიერება ასე თუ ისე მოდის, მასთან არ არის დაწყვეტილი ძილი ნეგატიურ გამოცდილებებთან, რომ აი მაგალითად ძალითაც ძინებდნენ, ან ეჩხუბებოდნენ ძილის დროს, არ იქნება დიდად მტკივნეული პროცესი. თუმცა შეიძლება მაგალითად რაღაც ასაკში უთხრათ, რომ აი წარმოიდგინე, რომ შენც ამ ზღაპრის გმირი ხარ, ან წარმოიდგინე იმ ადგილას ხარ, სადაც ძალიან გინდოდა რომ ყოფილიყავი. და ან დახუჭე თვალები და აბა მოусმინე როგორც ცემს შენი გული. ან აი რაღაცა მსგავსი. ეს გაამარტივებს ჩაძინების პროცესს ბავშვისთვის. ასევე ერთსაც ვიტყვი, მნიშვნელოვანია გარდა კვებისა და იმისა, რომ გაჯეტებთან ურთიერთობა უნდა გქონდეს წინა პერიოდში ძილის, მნიშვნელოვანია შუქი ჩამქრალია თუ არ არის ჩამქრალი. სასურველია რომ ჩამქრალი იყოს. თუ მაგალითად ქუჩიდან შემოდის სინათლე, სასურველია ფარდა მაინც გაფარებული იყოს. თუ აი სიბნელის გამოხატული შიში არ არის ბავშვებთან და ასევე მნიშვნელოვანია, ანუ ერთი მხრივ 2 წლამდე ასაკში ხარ დიდი ოდენობის ძილი, შემდეგ 3-დან 5 წლამდე უფრო და უფრო იკლებს. თუმცა მაშინაც შემდგომ ასაკშიც და ჩვენ ასაკშიც 11 საათიდან დაახლოებით 2-3 საათამდე ძილი არის მნიშვნელოვანი. ღამის. და თუ ეს პერიოდი არ გვძინავს, როგორც ნეიროფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, ჩავთვალოთ, რომ არ გვძინავს. ასე რომ ესეც გასათვალისწინებელია. ამიტომ ძილის რუტინის შედგენის დროს ბავშვის შემთხვევაში გავითვალისწინოთ ის, რომ 11-დან 11 საათზე ბავშვს უნდა ეძინოს, მოკლედ და ისე შევადგინოთ, კი ბატონო, მისი დღის განრიგი და ჩვენიც აქედან გამომდინარე, რომ მელატონინის გამომუშავება თავის დროზე მოხდეს და სრულყოფილად გამოძინებული იყოს ბავშვი, რადგან ეს მოქმედებს მის განვითარებაზე, ნერვულ სისტემაზე და კიდევ ძალიან ბევრ რამეზე. ასია ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა საინტერესო. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო